იტრა საინტერესო თემებით, როგორც ჩვენ დილით დავაანონსეთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც დღევანდელ გადაცემაში გვაქვს, ეს არის ჭურჭელი და მისი არჩევა. რა თქმა უნდა, ჯანსაღი პროდუქტებით ყვება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჯანსაღ პროდუქტებთან ერთად ასევე ჯანსაღი ჭურჭელი არის საჭირო, რადგან ჩვენს ორგანიზმს ზიანი არ მივაყენოთ, ამიტომაც დღევანდელ გადაცემაში მოგაწოდებთ რჩევებს, როგორ უნდა ავარჩიოთ ჭურჭელი შედარებით უფრო დაზღვეულები რო ვიყოთ ამ მავნე ნივთიერებებისგან, ცხელის, ცივის შემთხვევაში შეწვის დროს და ასე შემდეგ, თუნდაც კონტეინერების შენახვის დროს, რა არის, რაც უნდა გავითვალისწინოთ და კონკრეტულად კიდევ ერთჯერადი ჭურჭლის შემთხვევაში, როდის შეიძლება ცხელის და ცივის გამოყენებისთვის, ასევე პლასმასის კოვზებით ყავის მორევაც არის საკმაოდ მავნე თქვენი ჯანმრთელობისათვის და მოკლედ ვეცდებით რაღაცნაირად რომ მოგაწოდოთ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები ჩვენთან ერთად მოყვება სტუმრად ქრისტინე ჯულაყიძე, სურსათის უნებლობის ექსპერტი მოგესალმებით. მადლობა თქვენი დათმობილი დროისათვის. მე შესავალი გავაკეთე მისმოდით თქვენ, მაგრამ მოდით დავიწყოთ განსაკუთრებით ყველა ოჯახში რაც რა თქმა უნდა გვჭირდება, ეს არის ჭურჭელი და ტაფების არჩევის შემთხვევაში რა უნდა გავითვალისწინოთ, რომელი არის ყველაზე მეტად, ესე რომ ვთქვათ, უსაფრთხო და ასევე რომელს უნდა მოვერიდოთ, რომ რაღაცნაირად დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა. დიახ. ზოგადად ფაქტორის მიხედვით 100% უსაფრთხო არის კერამიკის ტაფები და უჟანგავი ლითონის ტაფები. ამასთანავე ბიოგრანიტის ტაფები თუ მასალა არის 100% ბიოგრანიტი, ითვლება ყველაზე უსაფრთხო მასალად. სხვადასხვა მასალებში ემალის ჭურჭელი თუ არ არის მოპირკეთებული ნიკელით, ამ შემთხვევაში ესეც უსაფრთხოა და მე მომხმარებელს მაგალითად არ ვურჩევდი, რომ გამოიყენონ ტეფლონის ტაფები, გამოიყენონ არაბიოგრანიტის ტაფები, გამოიყენონ ალუმინის და სპილენძის ტაფები, ან ჭურჭელი, რადგან განსაზღვრულ პროდუქტებზე, მჟავიან პროდუქტებზე, როგორც ვიცით ხო, ყველა პროდუქტს აქვს ინდივიდუალურად მჟავიანობა, რაც ბუნებრივად არის ამ პროდუქტებში. ამ პროდუქტების მომზადების დროს ეს მჟავიანობა და პროდუქტის შესაფუთი მასალის ან ჭურჭლის მასალა ერთმანეთთან შედის რეაქციაში და სხვადასხვა ნივთიერებები გამოიყოფა პროდუქტში, რომელიც შემდგომ ადამიანის ორგანიზმზე ახდენს უარყოფით ზეგავლენას. ამასთანავე სხვადასხვა ტიპის შესაფუთ მასალაში ან ჭურჭელში მომხმარებელმა უნდა მიაქციოს ყურადღება აღნიშვნებს, რომელიც არის პროდუქტზე განთავსებული. შეიძლება იყოს სხვადასხვა აღნიშვნები, მაგალითად უნიკელო, ხო, ნიკელ free ან FDA-ის აღნიშვნები იყოს კონკრეტულად სურსათთან დასაშვები, ხო? Food contact materials შეიძლება ეწეროს, ხო, სურსათთან დასაშვები, ხო? ამ აღნიშვნებს, რომელიც განთავსებულია ხოლმე ძირითადად პატარა ჩანართებზე, რომელიც ჭურჭელს მოყვება, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან მომხმარებელი ინფორმაციას იღებს პროდუქტის შესახებ ამ ჩანართებისგან. ხშირად მომხმარებელი ამას არ აქცევს ყურადღებას, მაგრამ რომელი პროდუქტი უნდა მოვამზადოთ, რომელი პროდუქტის არ მომზადება არის რეკომენდირებული, ინდივიდუალურად ჭურჭელს ხშირ შემთხვევაში მოყვება ხოლმე. ამიტომ ჯობია რომ როდესაც შევიძენთ, კარგად დავაკვირდეთ, როგორც ვადას ვამოწმებთ ხოლმე ერთის პროდუქტების და სხვა პროდუქტების შემთხვევაში, ასე არის აქაც. და ასევე ისიც ვთქვათ, რომ რადგან ახლა ზამთრისთვის ემზადება ძალიან ბევრი ადამიანი, ალუმინის ესე რომ ვთქვათ, ჭურჭლის შემთხვევაში ძალიან ცუდი არის, როგორც ესე რომ ვთქვათ, მჟავე, ასევე ტკბილი პროდუქტების მომზადების რაღაცა პროცესი არ უნდა გაატაროს დიდხანს, როგორც ვიცი, ხო? დიახ. ნახეთ, თერმულად დამუშავების დროს, როდესაც სითბოს თანაობისას ხდება პროდუქტის მომზადება, ალუმინთან შედის მჟავები კონტაქტში, ანუ ყველა პროდუქტს, მათ შორის წყალს აქვს განსაზღვრული pH-ი, ხო, ლიმოს pH-ი აქვს. შესაბამისად, ამ პროდუქტის კონტეინერში მოთავსებით თერმულად დამუშავებისას მიგრირებს ეს კონტეინერი, ქვაბი მიგრირებს თვითონ პროდუქტთან. ტემპერატურული დამუშავების პროცესში უფრო მეტად გადადის და ბინძურდება უშუალოდ პროდუქტი ამ ქიმიური ელემენტით, ვიდრე პირობითად მაცივარში რო დროებით განვათავსოთ რაღაცა ერთი დღე, ხო? არადა გავრცელებული მითია ის, რომ შესაფუთი მასალა, ანუ ჭურჭელი კონტეინერი ალუმინის განსაკუთრებით არის უფრო მეტად საშიში შენახვის მომენტში. არა, უფრო მეტად საშიშია თერმულად დამუშავების პროცესში. თუჯზეც ვისაუბრეთ ჩვენ და ვთქვით, რომ ძირითადად მაინც უფრო ადრე გამოიყენებოდა და სოფლებში თათა სწორად აღნიშნე სოფლებში ხო შემოგურჩა და ზოგადად თუჯის ჭურჭელზეც რომ ვისაუბროთ, რა საფრთხის შემცველია, ჩვენ როგორ უნდა მოვეპყროთ მას, როგორ გავწმინდოთ, დავამუშაოთ და საერთოდ გამოვიყენოთ თუ არა. დიახ.
ზოგადად თუჯი არის ერთ-ერთი ძველი მასალა, რომელიც ოდითგან გამოიყენებოდა კაცობრიობის მიერ თერმულად დამსახურებლად პროდუქტისთვის, ხო? ეს მასალა უსაფრთხოა გამოყენებისთვის, თუ სტანდარტული წესით იქნება დამუშავებული, მიგრაცია არ უნდა მოხდეს ფიზიკური და ქიმიური კონტამინენტის და ეს არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კარგად გამოიწვება ეს პროდუქტი მაღალ ტემპერატურაზე და ვიზუალურად რაც ეტყობა ფიზიკური მასალა, ნამწვავი ზეთის მასალა ეს უნდა მოშორდეს და შემდგომ ზეთის მასალით გაიპოხოს კარგად და ამის შემდეგ უშუალოდ მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს ეს თუჯის დაფა ქვაბები. კი ბატონო და ერთჯერად ჭურჭელზე და კონტეინერებზე მინდა ასევე რომ ვისაუბროთ. შუშის კონტეინერები ძალიან ესე ვთქვათ გავრცელებული არის და ოჯახებში არ მხოლოდ ესე ვთქვათ სამგზავრო ფორმატში, არამედ სახლში შესანახადაც ხშირად ვიყენებთ ხოლმე, რაც ერთ-ერთი ესე ვთქვათ ყველაზე ახლო კონტაქტის ესე ვთქვათ ჭურჭელი არის. ზოგადად შუშის ჭურჭელი, რომელიც გვინდა რომ მრავალჯერადად გამოვიყენოთ, რას უნდა მივაქციოთ? ასევე ამ შემთხვევაში ჭურჭელსაც უკან აქვს კონკრეტული რაღაც ან კოდები, ან ციფრები, ან რაღაცის მითითება. რომელს უნდა მივაქციოთ ყურადღება და შემდეგ გადავიდეთ უკვე ერთჯერადი ჭურჭლის მოხმარებით. ჯერ შუშის ჭურჭელზე მინდა რომ ვისაუბროთ. დიახ. შუშის ჭურჭელი არის ის გამონაკლისი უჟანგავ ლითონთან ერთად, რომელიც არის ყოველთვის უსაფრთხო. კრისტალიზებული შუშისგან ან ნაწრთობი შუშისგან დამზადებული შუშის მასალა არის ძირითად შემთხვევაში 95-98%-ში შემთხვევაში, თუ მას აქვს რაიმე დამატებული პლასმასი, ესეც არის მის ეტიკეტზე განთავსებული. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ შუშის ჭურჭელზე. შუშის ჭურჭელი არის უსაფრთხო. მთავარია რომ იყოს ნაწრთობი, თუ გვინდა რომ ღუმელში გამოვაცხოთ ჭურჭელში რაიმე პროდუქტი, ან ცივი მოხმარებისთვის მხოლოდ შუშა არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ანუ ნებისმიერ შუშა, რომელიც ცივი გამოყენებისთვის არის, ის არ უნდა ვინერვიულდეს, რა ვთქვათ, რომ შეიძლება მავნე ნივთიერების შემცველი იყოს, ანუ არ არის 100%-ით არის შუშა უსაფრთხო, არ არის დადესტურებული მიგრირება კონკრეტული პროდუქტების, ქიმიური ნივთიერებების და სხვადასხვა სიმულანტები, ტარდება ლაბორატორიული ანალიზი, ქიმიური მიგრაციული ტესტი ჰქვია ამ ანალიზს, საერთო მიგრაციული ლიმიტი და სპეციფიკური მიგრაციული ლიმიტი. ეს ლაბორატორიული ანალიზები ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც გვინდა დავადგინოთ შესაფუთი მასალიდან, ან უშუალოდ იგივე ბიოგრანიტიდან, კერამიკიდან გადავიდეთ თუ არა მასში მომზადებულ პროდუქტში კონკრეტული ნივთიერებები, რომელიც არის ადამიანის ორგანიზმისთვის საშიში, გამხსნელები, ხო? ეს ნივთიერებები შემდგომ ლაბორატორიული ანალიზის შედეგად დგება, გადადის თუ არა და ამ შემთხვევაში შუშაზე, როდესაც ჩატარდა ანალიზი, დადგინდა რომ არის 100%-ით უსაფრთხო. ძალიან გვიხარია თუ ასეა. და მინდა რომ მოვასწროთ ასევე ერთჯერად ჭურჭელზე ჩვენ თქვით რომ არის კონკრეტულად ზოგი ჭურჭელი პლასმასის ჭურჭელს გულისხმობ ცივი ასე რა ვთქვათ მოხმარებისათვის და ზოგი ცხელი. აი თუნდაც დისპენსერში წყლის დისპენსერშიც არის ხოლმე ეს ერთჯერადი ჭიქები. ხშირად მინახავს რომ ყავასაც მიირთმევენ ხოლმე რამოდენიმე ჭიქა, როდესაც უდაც სამსახურებში ხდება ხოლმე მსგავსი რაღაც. თუ არის სხვაობა ამ ერთი ვიზუალის ასე რა ვთქვათ ერთჯერად ჭურჭელზე, უკან რა უნდა ეწეროს, რაღაც მე ვიცი რაღაცა ციფრებზე არის მე მგონი სამკუთხედში რაც წერია. რომელი არის ცივი მოხმარებისთვის და ცხელი მოხმარებისათვის და ასევე პლასმასის კოვზით ცხელი ყავის მორების შემთხვევაში რა ზიანი შეიძლება მივაყენოს ჩვენს ჯანმრთელობას. დიახ. ზოგადად ცხელის შემთხვევაში ყავასთან მიმართებაში უმჯობესია ხის გამოყენება და ითვლება რომ არის უსაფრთხო. პოლიპროპილენი და პეტი არის მასალა, რომელიც გამოიყენება ამ პლასმასის კონტეინერების და ჭიქების დასამზადებლად. ამ შემთხვევაში ორივე არის უსაფრთხო, უბრალოდ უნდა ეწეროს ამ შესაფუთ მასალას ეტიკეტზე და საქართველოს კანონმდებლობით ესეც სავალდებულო კონკრეტულად რისთვის არის ეს შესაფუთი მასალა დამზადებული. არის ყავისთვის, არის წყლისთვის, არის რძის პროდუქტებისთვის, არის ღვინის ღვინისთვის. თუ რა. რაც შეეხება აღნიშნებს 2PP, ანუ პოლიპროპილენი, ოღონდ ესეთ food contact, ანუ სურსათთან მასალაში დაშვებული უნდა იყოს და შესაბამისად უნდა ეწეროს შეფუთვაზე, რომ ეს კონკრეტული შესაფუთი მასალა არის სურსათთან დაშვებული და მათ შორის პეტიც არის ზოგადად სურსათთან დაშვებული შესაფუთი მასალა და ესეც 2P. 2P ან PET.
და მუყაოს შემთხვევაში თუ არის კონკრეტულად ასევე რაღაც, იმიტომ რომ არ აქვს ხოლმე მუყაოს ჭიქებს არა მითითებული ესე ვთქვათ აღნიშნები, ხო? აი ჩვენ რა თქმა უნდა ხო, ჩვენი ესე რა ვთქვათ მოხმარება ჯანსაღი არის. წყალიმთის ყოველდღიურად ამით ვსვამთ და ნამდვილად ჯანსაღია. მე ყოველ შემთხვევაში პლასმასის ჭიქებს მერჩევნია მუყაოს ჭიქა. ხო, მე ესე ვარ რაღაც მგონია რომ უფრო ჯანსაღია და ხო აი საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება. ზოგადად ქაღალდის ჭიქები, მუყაოს ჭიქები არის უსაფრთხო, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ამ მუყაოს ჭიქებს აქ შიგნიდან ლუბრიკატი დატანილი, გაპოხილია ეს მასალა, რომ თერმულად კარგად შეინარჩუნოს ჭიქამ ტემპერატურა და ხო არ მოხდეს თვითონ ჭიქის დეფორმაცია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ რა არის ეს და აქაც უნდა იყოს დატანილი შესაბამისი აღნიშნები რომ არის სასურსათო კლასის ეს კონკრეტული შესაფუთი მასალა სურსათთან დაშვებული. აი ვიზუალურად შეგვიძლია მივხვდეთ მაგალითად მუყაოს ჭიქას ეს თქვენ რაც თქვით რომ არ დაიშალოს მარტივად რაც აქვს შიგნიდან, ანუ ეს რაღაც კონკრეტულ სუნს არ უნდა შეიცავდეს ან ფერი უნდა კონდეს ისეთი თვალით თუ შეგვიძლია ჩვენ მუყაოს ჭიქის ამოცნობა რამდენად საზიანოა თუ არა. ესე ხარისხობრივ პარამეტრებს ერთადერთი რასაც შევამჩნევთ რომ ტემპერატურული ნაწილი კარგად ნარჩუნდება, სიპრიალი აქვს შიდა მხარეს და ეს უზრუნველყოფს იმას რომ ვიზუალურად გამოისახოს ეს თერმოჭიქა თუ არა. მაგრამ არა სპეციფიკური ორგანოლეპტიკური სუნი, ფერი, ხო, ნუ ესეთი მაჩვენებლებით არ ხასიათდება ზოგადად. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტიკეტი და შესაფუთი მასალის ან ჭურჭლის თანდართული დოკუმენტაცია, რომელშიც წერია კონკრეტული პარამეტრები, რომ ეს პროდუქტები არ შეიცავს მძიმე მეტალებს, არ შეიცავს ბიფენოლებს და სხვადასხვა ქიმიურ მიგრანტებს, რომელიც შეიძლება მოხდეს პროდუქტში. და არ ვიცი რომ მაშინ რამე კითხვა გქონდა თუ არა, მაგრამ შეგვიძლია ერთად და უსვათ ცოტა დროებით დარჩენილი. პლასმასის კოვზით ხშირად ესე რა ვთქვათ, გამოყენება ხდება ხოლმე ყავის მოროვის ესე რა ვთქვათ, დანიშნულებისთვის არის ხოლმე ხშირად სამსახურებში და ეს რამდენად საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ჩვენ შეიძლება მუყაოს ჭიქა გვაქვს, მაგრამ პლასმასის კოვზი და ამ დროს რა ზიანს ვაყენებთ? ალბათ ძალიან ახლა შეკითხვა წერნარაც დავუსვით პლასმასის ჭიქა და ნუ პლასმასის კოვზი შესაბამისად ცხელ აი ხო რა ზიანის მომენტია? ყავასთან არ არის მიზანი ალბათ. ზოგადად პროდუქტი რა სექტორისთვისაც მზადდება, რა სექტორისთვისაც მზადდება, აქვს შესაბამისი სპეციფიკაცია. ეხლა ჩვენ რომ ყავაში ჩავდებთ კოვს და ის დეფორმირდება, ჩანს უკვე რომ ამ პროდუქტისთვის არ არის, ხო? განსაზღვრულია მშრალი მოხმარებისთვის პირობითად. არ არის ისეთი მასალისგან დამზადებული, რომელიც ცხელ ზედაპირებთან ან ცხელ მასალასთან ურთიერთობისთვის უნდა გამოვიყენოთ. შესაძლებელია აკუმულირდეს პროდუქტში კონკრეტული ქიმიური დაბინძურება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო იყო. კიდევ ბევრი კითხვა გქონდა, მაგრამ სამწუხაროდ დრო არ გვაქვს ამისათვის, მაგრამ გელოდებით კიდევ შემდეგ გადაცემებში. და ჩვენს მაყურებელს რა თქმა უნდა მოვუწოდოთ, რომ უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინოს ჭურჭლის ესე რა ვთქვათ, მოხმარების დროს, ყიდვის დროს და ასევე ხო რაღაცნაირად სამსახურებშიც ხშირად არის ხოლმე, რომ მე თვითონაც ვაწყდები ხოლმე ამ ესე რა ვთქვათ, დარღვევები შეიძლება დავარქვა, როდესაც პლასმასის ჭურჭელს მოიხმარენ, რომელიც არ არის მიზანშეწონილი მათი ჯანმრთელობისას. მოკლედ რაღაცნაირად ვეცადოთ ყველამ რომ გავავრცელოთ სწორი ინფორმაცია და ჩვენს გარშემოყოფებს ვურჩიოთ და მივცეთ მათ სასარგებლო რჩევები. ჩვენ მოგეცით თქვენ სასარგებლო რჩევები უკვე და ახლა გავრცელება უკვე თქვენზე არის. მოკლედ, ასეთი იყო დღევანდელი დილის გადაცემა. ვფიქრობ ძალიან საინტერესო სიახლეებით და ამბებით. მადლობა. დილის პალიტრა დროებით ემშვიდობა ჩვენს მაყურებელს. ხვალამდე